მართლმადიდებელი სამყარო წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საღვთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა ილია მეორე მწირვის შემდეგ ქადაგებისას იმედი გამოთქვა, რომ წმინდა გიორგი საქართველოს შეეწევა და გაამთლიანებს. გიორგობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში ნახეთ ნანუკა იორდანიშვილის სიუჟეტში. საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ლოცვა აღევლინა. სამებაში მისულმა პატრიარქმა მრევლ საუწყა, რომ ქართველმა მღვდელმთავრებმა საღვთო ლიტურგია დღეს მოსკოვისა და საინგილოს ქართულ ეკლესიებშიც ჩაატარეს. ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში კი უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა. წირვის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა და საქართველოს მფარველ წმინდას ქვეყნის გამთლიანებაში სთხოვა. ის ხაზი, რომელიც შუაში ბრძანდება წმინდა გიორგისა, რამდენიმე წლის წინ ეს ქართველმა, მოსკოველმა ქართველებმა გადმომცეს მე და ეს არის ილორის წმინდა გიორგი. ილორის წმინდა გიორგი, რომელიც აფხაზეთშია და ამ წმინდა გიორგის ძალა დაგვიბრუნებს ჩვენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. წმინდა გიორგის მადლი ყოფს მშვიდობას და კეთილდღეობას საქართველოში. მართლმადიდებელი მრევლი დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. 300 წელს წმინდა მოწამე რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანობის აღიარებისთვის ჯერ სასტიკად დაწამა, შემდეგ კი თავი მოჰკვეთა. სამღვდელოების წარმომადგენლები მრევლს წმინდა გიორგის მოწამებრივ აღსასრულს ახსენებდნენ და მოთმინებისა და რწმენის გაძლიერებისკენ მოუწოდებდნენ. საქართველოში არ არის შენებული ქალაქი, სოფელი, ადგილი, სადაც წმინდა გიორგის სახელზე ტაძარი არ იყოს აშენებული, სადაც ქართველი ერი წმინდა გიორგის შესაფერ პატივს დიდებას არ მიაგებდეს. ასევე ქართველებს შორის არის შემორჩენილი ესეთი დალოცვა 365 წმინდა გიორგი შეგეწვიოს, ანუ ყოველ დღეს იხსენიებოდა წმინდა გიორგი, მისი ღვაწლი და ყოველ დღეს თითოეულ ოჯახში ქართველებისა განიდედებოდა მისი წმინდა სახელი. წმინდანის ბორბალზე წამების დღის აღნიშვნა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში საქართველოდან გავრცელდა. ამიტომ ამ დღესასწაულს ქართულ გიორგობასაც უწოდებენ. წმინდა გიორგი ქართველების მფარველ წმინდანად მიიჩნევა. ამიტომაც წმინდანის სახელს საქართველოს 168,629 მოქალაქე ატარებს. დღევანდელ დღეს სულოცავ მთელ საქართველოს გამთლიანდეს და ვიყოთ ერთიანი. მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერება მოიტანოს დღევანდელ დღეს. ღმერთმა დააგლოცოთ. ილია მეორე მრევლს სიკეთისკენ, მოთმინებისა და სხვების განკითხვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. პატრიარქმა სამებაში ყველა დაღუპული გიორგისა და ქართველი მეფეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა. ქადაგების შემდეგ კი ტაძარში გაშლილი სუფრა აკურთხა და მრევლი აზიარა.